ქობულეთში იპოთეკით დაზარალებული 94 ოჯახი უახლოეს პერიოდში შეღავათიან სესხს მიიღებს. განაცხადა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ ადგილობრივებთან შეხვედრის დროს. ხაბაძის განმარტებით აჭარის მთავრობას მოლაპარაკება ყველა ბანკის წარმომადგენელთან ჰქონდა, რომელთაგან შეთანხმება მხოლოდ ლიბერთი ბანკთან შედგა. მისი ინფორმაციით მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება და დეტალები ცნობილი მაისის დასაწყისში გახდება. ჩვენ პროგრამა 2013 წლის დასაწყისში შევქმნით, რომელიც გულისხმობს ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა არის, რომლის ფარგლებშიც გამოაცხადეთ ჩვენ ტენდერი, ბანკებმა არ მიიღეს მონაწილეობა და ჩვენ ინდივიდუალურად ისევ ლიბერთი ბანკთან ვარჩიეთ ხელშეკრულების გაფორმება. გათვალისწინებული იქნება ამ იპოთეკარების პირობები და ის არგუმენტები, რომელიც მათ ჰქონდათ და ვერ გადაიხადეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბანკებში. მთელი წელიწად ნახევარია ველოდებით ამ თანხმობას, რომ როდის მოგვცემენ ბანკთან მიგვიშვებენ, რომ ისა ვქნათ, რა ქვია, გამოვიტანოთ, გადაგვიფარონ ის ძველი სესხები. დღეს ბატონმა არჩილმა იმისთვის შევხვდით, რომ გვინდოდა მისგან გაგვიგო პასუხი. მოვიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ესე იგი გადაწყდა ეს საკითხი. და დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად იქნება 1 მაისიდან დაიწყება გაცემებიო და აი ძალიან მადლობელი ვართ მის